წმინდა თეოდორე სტუდიელი შუა მარხვის ოთხშაბათს იმის შესახებ, რომ აღდგომა წინასახია მომავალი მარადიული აღდგომისა. გვაკურთხე მამაო. ძმებო და მამებო, აი მარხვა სრულდება და სულს უხარია აღდგომის მოახლოების გამო, რათა მასში განისვენოს მრავალი შრომის სანაცვლოდ და გაიხაროს. რისთვის მომივიდა ასეთი აზრი? იმისთვის, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება მარადიული აღდგომისკენ მივმართოთ. რადგან ეს აღდგომა მართალია დიდია და დიდებული მამების ნათქვამისამებრ, მაგრამ ის მომავალი აღდგომის წინასახია. ესაა აღდგომა, რომელიც ერთ დღეს აღსრულდება და ჩაივლის. ის აღდგომა კი უცვლელია და მარადიული. აქ გაიარა ტკივილმა, წუხარებამ და ოხრამ, რომელთა ნაცვლად იქ სიხარული და მხიარულებაა, მარადიული განსვენებაა, იქ ხმა დღესასწაულისა, დაუსრულებელ ნათელთან ზიარება, ქრისტესთან ნეტარის სერობა და ტაბლაა, მარადიული სიკეთით სავსე, იქაა ახალი სასმელი, რომლის შესახებაც უფალმა თქვა, ამიერიდან აღარ დავლევ ამ ყურძნის ნაყოფს, სანამ დავლევ ახალს ჩემი მამის სასუფეველში. ამისთვის ეგულებოდა რა ზეცაში ამაღლება, მან თავის მოწაფეებს უთხრა, ხოლო როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა სადაც მე ვიქნები, თქვენც იქვე იყოთ. ხოლო სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა. ცოტა ხნის შემდეგ კი უთხრა მათ, იმ დღეს შეიმეცნებთ, რომ მე მამასთან ვარ, თქვენ ჩემთან და მე თქვენ შორის. სხვა ადგილას კი იტყვის, მამაო, სადაც მე ვიქნები, სურს იქვე იყვნენ ისინიც, ვინც მე მომეცი, რათა ხედავდნენ ჩემს დიდებას, შენ რომ მომეცი, რადგანაც შემიყვარე ქვეყნის შექმნამდე. ეს სიტყვები მხოლოდ მოციქულებისთვის კი არაა ნათქვამი, არამედ ჩვენთვისაც, რადგან თავად მანვე თქვა, მარტო მათთვის როდი გევედრები, არამედ ყველასთვის, ვისაც ვწამვარ მათივე სიტყვით, რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ მამაო ჩემში, ხოლო მე შენში. რა არის ამ სიტყვებზე უტკბესი? რას შეუძლია ამაზე მეტი ნუგეში ან და თანაგრძნობა? რომელი ქვის მსგავსი სულის მოლბობა არ ძალუძს მას? ან და რომელი გულის მოლბობა, თუნდაც ალმასის მსგავსი ბუნებისა და არა კაცის გულისა? ამას აცნობიერებდნენ წმინდანები და ამიტომაც ითმენდნენ, ამიტომაც მიაჩნდათ ჭირი სიხარულად, გაჭირვება სიმდიდრედ, ღვაწლი განცხრომად, მოღვაწეობა დასვენებად და სიკვდილი გადარჩენად. ახლა კი გევედრებით, ძმებო, განსაცდელთა დათმენით მივბაძოთ მათ. ჩვენც იმგვარი განცხრომის მოსურნეები ვიყოთ და ის აღდგომა ვეძიოთ. მამაცურად დავითმინოთ წუთისოფლის მწუხარება, ნუ დავეცემით, ნუ მოვიწყენთ, ნუ დავიღლებით, არამედ უფრო მეტად გამოფხიზლდეთ და უფრო მეტი სიმხურვალე ვაჩვენოთ. განვჭვრიტოთ ბოროტი გველი, რომელიც მრავალ მხრივ ცდილობს, რომ გვავნოს, ზოგჯერ ნათლის ანგელოზის სახეს რომ იღებს და ყოველივე საქმეს ასხვაფერებს თავისი წესის შესაბამისად. ის ბნელს ნათლად წარმოაჩენს, წარეს კი ტკბილად. ასე შეაცდინა მან ჩვენი პირველი მამა, რადგან მოაჯადოვა მისი თვალი, უკეთურება სიმშვენიერედ განაჭვრეტინა და საჭმლის გამო 60 განცხრომას განაშორა. არამედ ჩვენ, რომლებმაც საქმით შევიცანით მისი უკეთურება, საღვთო მცნებების 60-დან ნუ გავალთ, ხოლო როდესაც ცოდვის ნაყოფს შელამაზებულად გვიჩვენებენ, ნუ მივაპყრობთ მას ჩვენს სულიერ თუ ხორციელ თვალებს, რათა არ მოგვატყუონ და არ მოგვინადირონ, არამედ მთელი ძალით გავექცეთ
მავნებელ მზერას. რა არის ნაყოფი მშვენივრად სახილველი? ესაა ხორცის ტრფიალება, ბოროტის სურვილი დამღუპველი ვნებებისა. გავექცეთ, ჩემო ძმებო, მათგან მოწეულ საფრთხეებს, რათა ვცხონდეთ და მარადიულად ვიდღესასწაულოთ ყველა წმინდანთან ერთად ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, რომლისაა დიდება და სიმტკიცე, მამასა და სული წმინდასთან ერთად, ახლა და საუკუნოდ. ამინ.